გამარჯობა. აი, ახლოვდება ეროვნული გამოცდები და შევეცდები ჩემი მხრივ პატარა წვლილი შევიტანო თქვენთვის, რომ შევეცადოთ მაღალი ქულა ავიღოთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მინდა განვიხილო task 2. ეს არის დავალება, სადაც მოწმდება თქვენი წაკითხulis გააზრების უნარი. კონკრეტულად კი მოცემული გვაქვს 8 შეკითხვა და 6 პარაგრაფი და თქვენი ამოცანა მიხვდეთ რომელ შეკითხვაზე პასუხს რომელ პარაგრაფში ვიპოვით. გამომდინარე იქიდან რომ არის 8 შეკითხვა და 6 პარაგრაფი, ნიშნავს იმას რომ რომელიღაცა 2 პარაგრაფი უნდა განმეორდეს. ანუ არ იქნება ისეთი შემთხვევა რომ რომელიღაც არ გამეორდეს, ან საერთოდ ცარიელი იყოს რომელიმე პარაგრაფი. ეს გამორიცხულია. ანუ თითოეულ რიცხვს შევუსაბამოთ თითოეულ ერთი პარაგრაფი, თუმცა რომელიღაცა 2 შეიძლება განმეორდეს. ჩემს რჩევას რაც შეეხება პირდაპირ დაიწყებთ 6 პარაგრაფის წაკითხვას, გამომდინარე იქიდან რომ როცა მორჩებით ამის წაკითხვას და შემდეგ დაიწყებთ შეკითხვებზე მუშაობას, დიდი ალბათობით პლუს საგამოცდო სტრესი შეიძლება მაგალითად აი F პარაგრაფს რომ დაასრულებთ, საერთოდ აღარ გახსოვდეთ რა წავიკითხეთ A-ში. და მით უმეტეს თუ დავიწყებთ შეკითხვების გაკეთებას, დავუშვათ პირველიც არის A და სიტყვაზე ვთქვათ მერვეც არის A, ხო? ანუ საკმაოდ რთულია რომ დაგვამახსოვდეს. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ჯერ წავიკითხოთ A, მოვძებნოთ ყველა A, შემდეგ წავიკითხოთ B, მოვძებნოთ ყველა შესაბამისი B და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდით ახლა ერთად გავარჩიოთ ეს ერთი კონკრეტული სავარჯიშო და ვნახოთ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. დავიწყოთ პირველი has information about the official start of plan for the planet movement. ანუ ჩვენ გვინდა ოფიციალური დასაწყისი, ასე ვთქვათ, როდის დაიწყო. კი ბატონო, ჩვენ თუ გადავხედავთ აი ამ პარაგრაფებს, პირდაპირ ვნახავთ პარაგრაფი C, სადაც წერია რომ this is when plan for the planet movement officially started. ანუ პირდაპირ გამოჩნდა რომ ეს არის C. 2. mentions that the children taking part in this movement are not only from developed countries. ანუ ბავშვები მონაწილეობენ, თუმცა მხოლოდ განვითარებული ქვეყნებიდან არ არიან. კი ბატონო, აქაც ვნახავთ რომ ესე იგი ეს არის პარაგრაფი E, Global Network of the Children, ხო სწორია, და children from 93 countries აქედან მონაწილეობენ, შესაბამისად გამომდინარეობს აქედან შეგვიძლია ვთქვათ ის რომ 93 ქვეყანა არის და არ არიან many of them are from the developing countries, უმეტესობა მათგანი, მაგრამ არ ნიშნავს რომ ყველა მათგანი შესაბამისად ზოგი შეიძლება იყოს განვითარებადი ქვეყნიდან. მესამე state some facts about the elections held in Plan for the Planet. ანუ რაღაცა ფაქტები ამ არჩევნებთან დაკავშირებით. კი ბატონო, და ეს არის პარაგრაფი F და აგერ ბატონო ვნახავთ რომ members and ambassadors vote online, ანუ ხმის მიცემა. შესაბამისად აქ გვაქვს კიდევ სიტყვა ambassador, ანუ ელჩი და გამომდინარე აქედან შეგვიძლია დავასკვნათ რომ აი აქ არის რაღაცა ინფორმაცია ზუსტად აი ამ არჩევნებთან დაკავშირებით. მეოთხე has the name of the project which was carried out by the winner of a well-known prize. ანუ პროექტის სახელწოდება, რომელიც განხორციელებული იქნა ცნობილი პრიზის გამარჯვებულის მიერ. ვნახოთ, აქ პირდაპირ ხვდებით რაღაც სახელს Felix, რომელიც არის a 9-year-old boy from a small town in Germany. კი ბატონო, და აქ თუ გავაგრძელებთ ვნახავთ რომ ბატონო a Nobel Peace Prize winner from Kenya who had planted over 30 million trees across Africa as part of her project. მოკლედ ხვდებით ხო, სახელს წავაწყდით, სადაც საუბარი არის აი რაღაცა პრიზის გამარჯვებულზე. მეხუთე
mentions the goal of the Planet for the Plant for the Planet organization. ანუ რაღაცა მიზანი, რა მიზნისთვის შეიქმნა ეს ორგანიზაცია, ამაზეა საუბარი. მეორე ხაზი პირველივე პარაგრაფში, it aims at drawing children's as well as adults' attention to the problems of climate change and global warming. ნუ აქ არის goal და აქ შეცვლილია aim-ით, თუმცა აბსოლუტურად ერთი და იგივეა, ორივე მიზანი, ანუ სინონიმებით იყო შეცვლილი. მეექვსე, has information about the members of Plant for the Planet. ანუ წევრებზე აქვს რაღაცა ინფორმაცია. ისევ გამოგვადგება ჩვენ პარაგრაფი F-ი, სადაც აი მარჩევნებზე იყო საუბარი. აბატონო წერია პირდაპირ, which consists of 14 youth. And at present, more than 65,000 children act as ambassadors in their countries and promote the idea of planting trees. პირდაპირ წერია ის ინფორმაცია, რასაც ვეძებთ. მეშვიდე, could have the title Felix, a confident presenter. სათაურად შეიძლება გქონდეს აი ეს რაღაცა. ასეთ შემთხვევაში ძირითადად მოგვიწევს ხოლმე წაკითხვა იმისათვის, რომ მივხვდეთ, რომ მთლიანად მაგაზია პარაგრაფი თუ უბრალოდ გაკვირით არის საუბარი. ის გამოგვადგება პარაგრაფი D, სადაც წერია, რომ there stood a 13-year-old German boy speaking very confidently about the environmental problems and looking for ways to solve them. მაგრამ შეიძლება სხვა ადამიანიც იყოს ესე confident presenter. და აი შემდეგ ხაზზე პირდაპირ ჩანს Felix-ი ისევე, რომელმაც addressed the children worldwide and he got their attention. ნუ Felix-ია საუბარი, speaking confidently ან თავდაჯერებულად საუბრობდა, ანუ ნამდვილად ეს არის პარაგრაფი D. და ბოლო, could have the title how the idea started. შეიძლება სათაურად გქონდეს, როგორ დაიწყო იდეა. ნუ შეიძლება ვიფიქროთ, რომ A იყოს, რადგან A-ში არის, ასე ვთქვათ, ეს საწყისები და იდეა, თუმცა თუ წავიკითხავთ კარგად, ნახავთ, რომ პარაგრაფი B არის ზუსტად ამისი შესატყვისი. იმიტომ რომ წერია, რომ first came to Felix Finkbeiner, ან წააწყდა შემთხვევით აი ამას. შემდეგ აქ წერია, რომ იდეა მიიღო აი ამ რაღაც Nobel Peace Prize winner from Kenya, აი ამ პიროვნებიდან. და შემდეგ Felix liked the idea, ანუ მოეწონა ეს იდეა იმდენად that he decided to make it his lifelong goal to plant trees and restore the forests. აბატონო, ეს ინფორმაციაც პირდაპირ წერია. მოკლედ, ეს არის ის გზა, რითაც შეიძლება ამ სავარჯიშოს მუშაობა, ცოტა დიდ ხანს მოითხოვს, დიდი ენერგია და შრომა ჭირდება ამ სავარჯიშოს გაკეთებას, მაგრამ სწორად შესრულებული სავარჯიშო 8 ქულას მოგვიტანს.